Tarpis საბაჟოზე ნაცემი საქართველოს მოქალაქე დაზარალებულად ცნეს თურქეთის პროკურატურის გადაწყვეტილება. როინ ლეონიძე მებაჟეებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, რისთვისაც აპირებს თურქულ მხარეს კომპენსაცია მოსთხოვოს. ლეონიძის უფლებებს თურქეთის პროკურატურაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები იცავდნენ. დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. ორდღიანი ლოდინის შემდეგ როინ ლეონიძეს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა. Tarpis საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს ნაცემ მოქალაქეს თურქეთის პროკურატურამ დაზარალებული სტატუსი მიანიჭა. პროკურორებმა ლეონიძე ხოფას იუსტიციის სახლში მოწმის სტატუსით დაკითხეს. ამის შემდეგ კი ლეონიძე თავად გახდა მომჩივანი და ახლა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისთვის თურქეთის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს. ჩემი მორალური დაცემის ანაზღაურება. მე კიდე არ ვიცი რა მემართება, რა მჭირს, თავის ტკივილები მაქვს, უნდა გადავხედო, იქნებ რაღაცა მქონდეს. ყველაფერი მოგია ხო? ფინანსურ კომპენსაციას უთხოვთ? ნახოთ. როგორ იქნება თუ საჭიროებას მოეთხოვნება კი? შემთხვევა Tarpis საბაჟო პუნქტზე გუშინ მოხდა. როგორც დაზარალებული იხსენებს თურქეთის მხარეს კონტროლის გავლისას მებაჟეს პასპორტში დეპორტი არ ჩაუტყავს. შესაბამისად ლეონიძემ საზღვრის გადაკვეთა სცადა, რა დროსაც მოულოდნელად სხვა სამი მებაჟე დაესხა თავს და ცემა დაუწყეს. ხოფის საავადმყოფოში გადაყვანისა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ მას დაზიანებები თავის ზურგისა და ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. გუშინდელი დღე ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის, რომ მე ჩემი შვილის სისხლის გუბეს მივყვებოდი და ისე მივაკვლიე პოლიციის შენობას და ჩემ თვალწინ, ჩემს კარს მიღმა, რომ ვაი დედა, რომ გავიგონეს ჩემი შვილისა. რომ ვეცი, მივედი პოლიციელთან, რა ხდება, ჩემი შვილია, მეთქი, არაფერიო მითხრა. როინ ლეონიძე პროკურატურაში ხოფას საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მისი თქმით, დაკითხვის პერიოდში პროკურორი მომხდარის დეტალებით დაინტერესდა. საპასუხოდ კი მან საბაჟო პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების გახსნა მოითხოვა. კადრების ნახვის შემდეგ კი ეჭვმიტანილის ნაცვლად დაზარალებული სტატუსი მიენიჭა. ლეონიძის უფლებებს თურქეთის პროკურატურაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები იცავდნენ. მთელი დღის განმავლობაში ვიყავით როინისთან ერთად საავადმყოფოში დაკითხვის დროს და მაქსიმალურად ვეცადეთ მისი უფლებების დაცვა და ეჭვმიტანილი სტატუსი ამ ეტაპზე შეცვლილია დაზარალებული სტატუსად. სასამართლო გამოძიება გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მოქალაქის ინტერესის დაცვა, როინი თავისუფალია. Tarpis საბაჟო პუნქტზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. საქმეს თურქეთის პროკურატურა იძიებს. ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ როინ ლეონიძე საზღვრის გადაკვეთის მომენტში ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას თურქეთში დაკითხვაზე ჩასვლა სავარაუდოდ კიდევ ერთხელ მოუწევს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი.